ესე წერია პირდაპირ წმინდა წერილში რომ ან თბილი ცხელი იყავი და ან ცივი ნელთბილი ნუ იქნები. აი ნელთბილობა არის სწორედ, როდესაც ადამიანი ვარდება თვითკმაყოფილებაში, რომ მე რა მოხდა რომ ისეთი არა ვარ ახლა თლად ისე ხო არ ვაშავებ ვიღაცა რო ესე ვაშავებს ახლა თლად ისეთიც ვერა ვარ რომ თლად ესეთ მოღვაწეობას მივახცევ და ეს არის საშინელი მდგომარეობა იცით როგორი საშინელი სიტყვა წერია ან ცივი იყავი ან ცხელი თორემ ამოგანთხევ პირისაგან და რატომ არის ეს შედარება იცით ნელთბილი წყალი მართლაც გულის რევას იწევს ადამიანში არ არის სასიამოვნო დასალევი ნელთბილი წყალი იცით ხო ცივსაც და სიამოვნებით დალევ სიცხეში და თბილს კიდე ცხელს იმაში რა ქვია სიცივეში და აი ნელთბილი არადროს არ ესიამოვნება ადამიანს. აქედან გამომდინარე, ნახეთ მარიამის ცხოვრება ესეთი უკიდურესობებია და აქედან გამომდინარე, როდესაც ის ხედავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს და მასში იწყება ფიქრი, გაანალიზება იმისა, რომ რაღაცა ძალა რო არ მიშვებდა, რატომ არ მიშვებდა, მე გეუბნებით, რომ იბადება ახალი ადამიანი. ახალი მარიამი იბადება, რომელიც ყველანაირ გზას მოიჭრის აი ამ ცოდვილი ცხოვრებისაკენ. ამიტომაც მეხუთე კვირას, ანუ დიდმარხვის დასასრულს, ჩვენ ეკლესია შეგვახსენებს სწორედ აი ამ მდგომარეობას, რომ თუ კი აქამდე არ დაბადებულ ხარ და ნელთბილ მდგომარეობაში იმყოფები, ნუ დაკმაყოფილდები ამით. უნდა გახდე ადამიანი, რომელიც ახლა ჩვენ აი თანამედროვე სამყაროში როგორ შეიძლება ახლა საზოგადოებას უთხრათ, რომ თქვენც ახლა უდაბნოში უნდა წახვიდეთ და ყველანაირი გზა მოიჭრათ, ესე იგი უკან დასაბრუნებლად, ეს ხომ ჩვენი მხრიდან უგუნურება იქნება, ახლა მრავალშვილიან მშობლებს რო უთხრა უდაბნოში წადი და ბავშვები მიატოვე. ფიზიკურად არ არის ეს აუცილებელი, სულიერი უდაბნოზე აქვს საუბარი. იახ, იცით როგორი უდაბნო უნდა შეიქმნას ადამიანმა, რომ ყველანაირი ხელშემწყობი პირობა რაც შეიძლება მას ცოდვისკენ უბიძგებდეს, აი ესეთი უდაბნო სინამდვილეშია ვიღაცას გონია რომ მხოლოდ ქვიშა და უწყლო მდგომარეობა. უდაბნო არის ადგილი, სადაც მოდით ასე ვთქვათ, ადამიანები არ არიან. ამიტომაც თუ კი ხარ განკითხვის ცოდვაში ჩაფლული, შეეცადე რომ ნუ გაეკარები ისეთ საზოგადოებას, სადაც მუდმივად განკითხვა და ესეთი მსჯელობა მიმდინარეობს, ან კიდევ უყურებ შეიძლება ისეთ ან გადაცემებს ან სოციალურ ქსელებში მხოლოდ და მხოლოდ ისეთი რამით ხარ დაკავებული, რომ ესე იგი მე ამ მოდგე და უნდა აგინო ახლა და ლანძღო ესე იგი ეს ადამიანები, რომ იმან ასე რატომ მოიქცა და ამან ასე რატომ არ მოიქცა. ამიტომაც თუ კი ამ უდაბნოს მოიწყობ შენთვის მარიამ მეგვიპტელის მსგავსი ადამიანი გახდები, რომელმაც მოიჭრა გზა, რომ ეს განკითხვის ცოდვა მოეშორებინა.